რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ დღეს საჯარო გაშლათ იმით, თუ რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ მაქსიმუმ 3-4 თვის განმავლობაში. ვნახოთ აბა. ვარიანტი გვექნება რამდენიმე, აირჩიეთ 1 ან 2 თუ გსურთ. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, არ არის საუცილებელი რაღაც რომანტიული ასპექტით იყოს, ხო? პარტნიორი ან ვიღაც ასეთი. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ მეგობარი, დაქალი, ძმაკაცი. და მოდით დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. ვნახოთ აბა, რას მოიმოქმედებს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და მესამე ვარიანტი. ახლავე ქვებსაც დავარიგებ. პირველი ვარიანტი ასეთი გვაქვს, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. აირჩიეთ ვარიანტი და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ხო? ვნახოთ აბა, რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აქ ამოვიდა უფროსი არკანი მზე. მეგობრებო, პირველი ვარიანტი პირდაპირ გეტყვით, რომ აქ იგრძნობა გარკვეული სიახლოვე თქვენ ორს შორის, თქვენსა და ამ ადამიანს შორის, სიახლოვე რაღაც კომუნიკაციაში, თქვენ საუბრებში. შესაძლოა ამ ადამიანთან იცით როგორი ურთიერთობა გქონდეთ, რაღაც ისეთ საკითხებში ენდოთ, რაშიც სხვებს ვერ ენდობით ხოლმე და ანალოგიურად თვითონაც. რას მოიმოქმედებს? ნახეთ, რადგანაც არკანი მზე ამოვიდა, აქ ვალდებული ვარ გითხრათ ის, რომ მიუხედავად ამ სიახლოვისა, ამ ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ხოლმე ეგო. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. არკანი განდეგილი, უფროსი არკანი ისევ, არკანი თასების დედოფალი, არკანი თასების ორიანი და არკანი თასების რაინდი. შეხედეთ მეგობრებო, აქ როგორ სიტუაციას ვხედავ. პირველ რიგში აქ აშკარად იგრძნობა ის, რომ აქ ან ორივე თქვენგანს, ან რომელიღაც თქვენგანს ძალიან უჭირს ამ ურთიერთობაში გახსნა, უფრო მეტი გულრწფელობა, უფრო მეტი ნდობა, აი ნდობის პრობლემა არის აქ თითქოს, რომელიღაც თქვენგანს ძალიან ბევრჯერ და ძალიან ხშირად ჰქონდა იმედები გაწროებული, ან სასიყვარულო ურთიერთობებში, ან მეგობრულ ურთიერთობებში, ზოგადად ადამიანებისგან ძალიან ბევრი ტკივილი იგრძნა რომელიღაც თქვენგანმა. რა თქმა უნდა, ყველას გქონია ცხოვრებაში ასეთი სიტუაცია, ყველას გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ, ტრავმები და ჩვენი მოგონებები, ცუდ და ნეგატიურ ადამიანებთან დაკავშირებით. მაგრამ რომელიღაც თქვენგანის შემთხვევაში ეს მოქმედებს ისე, რომ აი ნდობის პრობლემა არის რა, ან თქვენი მხრიდან, ან ჩაფიქრებული ადამიანის მხრიდან. მაგრამ ქმედებები აქ აუცილებლად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამ ეტაპზე შესაძლოა ადამიანი მეტად ჩაკეტილი იყოს თქვენგან და შესაძლოა ახლო მომავალში ცოტათი გაიწელოს ეს სიტუაცია მისი ჩაკეტილობისა, მისი რაღაც უნდობლობისა, იმიტომ რომ აქ არსებობს რაღაცეები, რასაც ადამიანი ბოლომდე ვერ გამოხატავს თქვენთან, რასაც ბოლომდე ვერ გეუბნებათ, ვერ გიყვებათ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ან ზოგადად არ აქვს, ხო? ბოლომდე ეს ნდობა შემყარებული. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა გამოდის ამ მდგომარეობიდან, ნელ-ნელა გამოდის ამ ენერგიებიდან და ქმედებები მისი მხრიდან იქნება. თუ თქვენ შორის ახლა ამ ეტაპზე არ არის კონტაქტი, ადამიანი კონტაქტზე აუცილებლად გამოვა, ამაში ეჭვიც კი არ შეგეპაროთ. უბრალოდ შეხედეთ თასების დედოფალი და თასების რაინდი. აქ შესაძლოა რომელიღაც თქვენგანი არ იყოს თავისუფალი, თუ აქ პოტენციურ პარტნიორზე გვაქვს საუბარი, ხო? თუ რომანტიული ასპექტით განიხილავთ, აქ თითქოს რომელიღაც თქვენგანი არ არის მთლად თავისუფალი. რაღაც ასეთი ტრიოების ენერგიები წამოვიდა ცოტა.
და ქმედებები რა იქნება მისი ქმედებები? იცით, აქ რაღაც რომანტიული ჟესტი ჩანს მისი მხრიდან. ან რომანტიული ჟესტი, ან რაღაც რომანტიული აღიარება. თუ თქვენ ვიღაც ისეთი ჩაიფიქრეთ, ვისი მხრიდანაც ეს შეუძლებელია, მაგალითად ვიღაც არ ვიცი, დაქალი, მეგობარი, ძმაკაცი, ამ შემთხვევაში გეტყოდით იმას, რომ თუ კონტაქტი არ არის, რა თქმა უნდა, გამოვა აუცილებლად კონტაქტზე ახლო მომავალში, მაგრამ ასევე აქ რაღაც მოულოდნელი აღიარება იქნება ამ ადამიანის მხრიდან, რაღაც გულრწმელი და გულახდილი საუბარი შედგება თქვენ ორს შორის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიფიქრეთ, აქ რაღაც გულრწმელი და გულახდილი საუბარი შედგება, სადაც იქნება ორივე თქვენგანის მხრიდან საკმაოდ ბევრი აღიარებები. ასევე რადგანაც აქ ამოვიდა თასების რაინდი, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა ადამიანი თავად მოვიდეს თქვენთან, ფიზიკური თვალსაზრისით მოვიდეს. ან გამოვიდეს კონტაქტზე, თუ კონტაქტი არ არის თქვენ შორის. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვინც მოირჩიეთ, ვნახოთ აბა თქვენთან რა ხდება. აქაც უფროსი არკანი, მეგობრებო, არკანი ზომიერება. აქაც რაღაც ნდობის პრობლემები არის, ან გახსნის პრობლემები. თითქოს, მაგრამ ნახეთ მეორე ვარიანტი. თქვენ შემთხვევაში აქ მე ვიტყოდი იმას, რომ ადამიანთან იგრძნობა რაღაც გარკვეული ჰარმონია და რა სახის ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ახლა არის თუ არა თქვენ შორის კომუნიკაცია და რა სახის კომუნიკაცია არის, იცოდეთ რომ ადამიანს ეს ასე თუ ისე აწყობს რა. როგორი კომუნიკაციაც არ უნდა იყოს თქვენ შორის, ადამიანს ეს აწყობს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე ჯერჯერობით მეტი არაფერი არ სურს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ მიმართ. აბა, ვნახოთ, ამოვიკითხოთ ინფორმაცია. ორი არკანი ერთად ამოვიდა. და ეს გახლავთ კვერთხების პაჟი და კვერთხების რაინდი. მეგობრებო, რა ხდება? რა კვერთხების პაჟი და რაინდი გვყავს? აქ სექსუალური სურვილები იგრძნობა ადამიანის მხრიდან. თუ რა თქმა უნდა თქვენ აქ ჩაიფიქრეთ მამაკაცი, საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, ან იმ სქესის წარმომადგენელი, ვინც გიზიდავთ. ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ მიუხედავად ცოტა ისეთი კომუნიკაციისა, აქ სექსუალური სურვილები იგრძნობა ძალიან მძლავრი ვნება. თუ რაღაც ასეთი შეუძლებელი არის, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ აქ ადამიანში რაღაც ისეთ ენერგიებს აღვიძებთ რა. თითქოს თქვენ ამ ადამიანში აღვიძებთ რაღაც ისეთ ენერგიებს და რაღაც ისეთ ემოციებს, რასაც სხვაები ან ვერ აღვიძებენ, ან აღვიძებენ, მაგრამ სათანადოდ არა რა. იმიტომ რომ თქვენ აქ ძალიან ბევრად უფრო დიდი ზეგავლენა გაქვთ ამ ადამიანზე, ვიდრე გგონიათ. ბევრად უფრო დიდი ზეგავლენა მის ემოციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება დიდად არ გამოხატავდეს, იმიტომ რომ აქ ადამიანი ჩანს ცოტა ისეთი, ნაკლებად რომ გამოხატავს ხოლმე თავის რეალურ ემოციებს და დამოკიდებულებას. თასების ხუთიანი, ცოტათი დრამაქვინობები იგრძნობა, თასების სამიანი, პენტაკლების სამიანი. შეხედეთ მეგობრებო, აქ თუ სამკუთხედებზე გვაქვს საუბარი, პირდაპირ გეტყვით რომ სამკუთხედები და რაღაც მოდით ვიქნები პირდაპირი და პირდაპირ გეტყვით რომ ღალატები და მსგავსი რაღაცეები ყველანაირად სამყაროისეული მაგიური თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ყველანაირად არის ცუდი, ნეგატიური, ხო? მაგრამ მე აქ თქვენ არც გკიცხავთ და არც არაფერს მსგავს არ ვაკეთებ, არასწორად არ გამიგოთ, უბრალოდ აქ ჩანს ის, რომ ამ ურთიერთობაზე სხვა ადამიანებსაც აქვთ რაღაც გარკვეული ზეგავლენა. ეს შეიძლება იყოს კარგი ზეგავლენაც, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში, მაგალითად რაღაც საერთო სამეგობრო წრე გქონდეთ, ხო? და სხვები აქ ან ხელს უწყობდნენ, ან ხელს უშლიდნენ თქვენს ურთიერთობას, თქვენს წესიერ კომუნიკაციას, ან თუ აქ რაღაც სამკუთხედებზე გვაქვს საუბარი, აქ პირდაპირ გეტყვით, რომ არ გჭირდებათ რა, არ გჭირდებათ. თუ სამკუთხედებს არ ვეხებით, ამ შემთხვევაში გეტყოდით იმას, რომ ადამიანის მხრიდან ქმედებებს აქ მე ვხედავ, მაგრამ ვხედავ ძალიან ისეთი მცირედი დოზით და ძალიან ისეთ ფრთხილ ქმედებებს,
მაგალითად შესაძლოა ადამიანმა ოდნავ თქვენთან წაფლირტავება სცადოს, ან სცადოს თქვენთან მოლაპარაკება რაღაც გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ ჩანს ქმედებები ძალიან ზედაპირული და ყველანაირად მოშორებული რა სიღრმისეულობას და უფრო ქმედებები სექსუალური კონტექსტით იგრძნობა აქ ვიდრე რაღაც სერიოზული და რაღაც სიღრმისეული. თქვენ წარმოიდგინეთ და შეიძლება ახლა ბევრმა თქვენგანმა ვერ გაიგოს, მაგრამ სექსუალური ლტოლვავნებაც კი შეიძლება იყოს ძალიან სიღრმისეული, ხო, სიღრმისეული ინტერესით დამუხტული, მაგრამ აქ რაღაც ასეთიც არ არის რა. თუ სამკუთხედებზე გვაქვს საუბარი, აქ საერთოდ არ გირჩევდით ამ ადამიანზე ფიქრს, იმიტომ რომ აქ მისი მხრიდან ქმედებები თითქმის არ ჩანს, ჩანს მხოლოდ ზედაპირული, კიდევ დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა, რას მოიმოქმედებს ადამიანი. ხო, აი, არკანის სამყარო. არკანის სამყარო. მეგობრებო, აქ ცვლილებებს ახლო პერიოდში ნამდვილად ვერ ხედავ თქვენს შორის. აქ ურთიერთობა ან ზუსტად ისე გაგრძელდება, როგორც ახლა არის, ან გაწყდება, ან რაღაც მცირედი აქეთ-იქით სიარული იქნება რა ურთიერთობაში, როდესაც ხან არის თქვენ შორის ოდნავ მეტი კონტაქტი, ოდნავ მეტი ინიციატივები, ხან არა. სულ ეს არის მეორე ვარიანტი. დაგემშვიდობებით და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი, ვინც მოირჩიეთ, აბა ვნახოთ თქვენს შემთხვევაში რა ხდება აქ და მეგობრებო, სასწაულია რაღაც. უფროსი არკანი, არკანის სიკვდილი. მესამე ვარიანტი, აქაც უფროსი არკანი მყავს. აქ მესამე ვარიანტი გეტყოდით იმას, რომ პირველ რიგში აქ თქვენს რეალობაში ადამიანი მოვიდა იმისათვის, რომ შემოეტანა თქვენს ცხოვრებაში და თქვენში ძალიან მძლავრი და ძალიან სიღრმისეული ტრანსფორმაცია, სიღრმისეული ცვლილებები, ადამიანი თავად არის ცვლილება. სხვათა შორის არ გამოვრიცხავდი იმას, რომ ადამიანი შეიძლება ზოდიაქოს ნიშნით იყოს მორიელი, ან თქვენ იყოთ რაღაც მორიელი ან წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნის სხვა წარმომადგენელი, მაგალითად თევზები, მორიელი ან კირჩხიბი. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ადამიანი მოვიდა იმისათვის, რომ შემოიტანოს თქვენს რეალობაში ტრანსფორმაცია და ეს არის თქვენი ტრანსფორმაციის გამტარი ადამიანი, მოდით ასე ვიტყვი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა, რას მოიმოქმედებს თქვენს მიმართ მესამე ვარიანტი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. თასების დედოფალი, პენტაკლების რვიანი, ნუ აქ ადამიანი მზად არის, რომ ურთიერთობაზე იმუშაოს, სხვათა შორის. შეიძლება ამას აქტიურად არ დემონსტრირებდეს, მაგრამ ადამიანი მზად არის იმისათვის, რომ ამ ურთიერთობაში ჩადოს რაღაც გარკვეული ენერგია და გარკვეული რესურსი. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ აქ ადამიანს რაღაც სხვა საქმეებიც აქვს, ასე ვთქვათ. ადამიანი ზოგადად არის ისეთი, აი შეიძლება კომუნიკაციაში და საუბარში გრძნობებს ან არ ავლენდეს იმდენად, ან პირიქით ძალიან ემოციურად ავლენდეს, მაგრამ თან ქრებოდეს რაღაც მომენტებში, თითქოს. მაგრამ იცოდეთ, რომ აქ მე ვუყურებ ძალიან საქმიან ადამიანს. ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაც თავისი პატარა ადგილი, თავისი პატარა რაღაც საქმე, რასაც თითქოს ხელებით აკეთებს. შეიძლება თამაშობდეს ხოლმე, ხო? აი, ვიდეო თამაშებს უგულისხმობ, რა თქმა უნდა. შეიძლება, არ ვიცი, ხატავდეს, ცეკვავდეს, ხელით აკეთებდეს რაღაცას, აი, ხელები იგრძნობა ინტენსიურად. ძალიან საქმიანი არის შინაგანად და თითქოს ხან საქმეებშია, ხან ძალიან ძლიერი ემოციებში არის. ნებისმიერ შემთხვევაში აქ მე ვუყურებ ძალიან ემოციურ ადამიანს, ძალიან გრძნობიარე ადამიანს და ქმედებებს რაც შეეხება რაღაც კონკრეტული გეგმა ან თუნდაც გეგმის მონახაზი ადამიანს თქვენთან დაკავშირებით არ აქვს, მაგრამ შინაგანად აქვს მზადყოფნა იმისათვის, რომ ამ ურთიერთობაზე იმუშაოს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ, რას მოიმოქმედებს აბა მესამე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ.
რას მოიმოქმედებს, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. ნახოთ აბა. არკანი მთვარე. ადამიანი თქვენში თქვენს ბნელ მხარეს აღვიძებს არა, თქვენს უარყოფილ მხარეს, თქვენს ხელოვან მხარეს, რომს თქვენ ხელოვანი საერთოდ არ იყოთ. აშკარად წყლის სტიქიის წარმომადგენელი არის, რომელიღაც თქვენგანი ან თქვენ ან ის ადამიანი. აშკარად. რაღაც ასეთი ენერგიები იგრძნობა, ან მთვარეში ყავთ, როგორც მინიმუმ, რომელიღაც თქვენგანს. ნუ აქ ადამიანის მხრიდან მის ქმედებებს რაც შეეხება, პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი თქვენთან კომუნიკაციის გაღრმავებას აპირებს, საუბრების გაღრმავებას აპირებს, შესაძლოა გეგმავდეს კონკრეტული საიდუმლოს გამხელასაც. სხვათა შორის ამასაც არ გამოვრიცხავდი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ ჩანს ის, რომ მისი ქმედებები იქნება შემდეგი. ადამიანი აუცილებლად ეცდება, რომ თქვენი საუბრები გახადოს ბევრად უფრო სიღრმისეული, უფრო ფილოსოფიური, უფრო საინტერესო, უფრო ემოციური, თითქოს ეცდება, რომ უფრო მეტი რაღაც გაგანდოთ, უფრო მეტი რაღაც გაგიზიაროთ, უფრო მეტი რაღაც მოგიყვეთ. თუ თქვენ შორის ახლა ამ ეტაპზე არ არის კონტაქტი, ადამიანი კონტაქტზე გამოვა, უბრალოდ მაინც და მაინც ახლო მომავალში ნველოდებით ამ კონტაქტზე გამოსვლას, ასევე ადამიანისგან იგრძნობა რაღაც ძალიან მოულოდნელი გვერდში დგომა. თითქოს ადამიანი დაგიდგებათ გვერდში რაღაც ისეთ საკითხში და ისეთ სფეროში, რაშიც თქვენ საერთოდ არ ელოდებით მისი მხრიდან. თქვენ შეიძლება ამ ადამიანისგან საერთოდ არ ელოდებით გვერდში დგომას, ან არ ელოდებით რაღაც კონკრეტულ საკითხში, ხო? და აი ზუსტად იმ საკითხში, ზუსტად იმ სფეროში დაგიდგებათ გვერდში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა კიდევ რას მოიმოქმედებს მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ. არკანი მაგი. არკანი მაგია მოვიდა. თქვენ ისედაც იცით ხო პასუხი ამ შეკითხვაზე. ისედაც იცით ადამიანი რას აპირებს, როგორ აპირებს. თქვენ ძალიან კარგად ყავთ უკვე წაკითხული ეს ადამიანი და მისი ფსიქოემოციონალური ფონი. თქვენ ისედაც მშვენივრად გრძნობთ კარგად მის რეალურ დამოკიდებულებას, მის რეალურ განზრახვებს თქვენთან მიმართებაში არა. ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ ცოტა მანიპულაციები შეიძლება იყოს, მეგობრებო, გაფრთხილებთ, ამიტომაც დააკვირდით უფრო მეტად ამ ადამიანის ქმედებებს, ვიდრე სიტყვებს, იმიტომ რომ ცოტათი რაღაც ტყუილები, ცოტათი რაღაც გალამაზებების სიტყვებისა, მანიპულაციები იგრძნობა აქ, რაც შეიძლება მოხდეს. მაგრამ რაც შეეხება ქმედებებს, იცით რას გეტყვით? აქ ადამიანი აპირებს იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, აბსოლუტურად მთელი სიტუაცია თავის ხელში აიღოს. და ყველასთვის ეს სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს. ყოველი თქვენგანი ახლა ამ სიტყვებს სხვადასხვანაირად გაიგებს. და როგორც გაიგეთ, ზუსტად ისე რეზონირდება. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.